ხოდა. ვერთხელ დაგусვათ. გაგაზრდოთ, გაგახაროთ. მარხვა მოდის და უფრო მობილიზირდეთ, უფრო მეტად ვთქვათ, დავწყნარდეთ, დავშვიდეთ, და მარხვის სინიცის ბრძოლები და მარხვის მერეციცის ბრძოლები და მარხვაშიც, მაგრამ მარხვაში უფრო დაცული ვით არის. რაღაცა დაცული ადამიანი უფრო მყუდროება იცავ დიდმა მარხვამ. მაგრამ წინ და ბოლოში იცის ასეთი ბრძოლები სულ გვაქვს ახლა დროის სენზი არ არის ბრძოლას რომ ვთქვი, სულ არის ბრძოლები. ხო, მუდმივად ეს პერმანენტული ეს მდგომარეობაა ჩვენ ბუნებრივი. უკვე იმდენად შეჩვეული ხარ ადამიანი ამ ბრძოლებს ხილავს თუ ხილავს დღისით ღამით შუა დღეზე თუ საღამოს თუ გათენებისას თუ დაისისას აღარ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ დროს ეს ბრძოლები ფიგურირებს. უბრალოდ ხანდახან ამ ბრძოლების დონე მატულობს, ტემპერატურა გუგილის ხან კლებულობს, ხან მატულობს, ხან კლებულობს. ხან ვითომ გონია რომ დაწყნარდა, მაგრამ როგორც კი გაიფიქრებ დაწყნარდა და დავშვიდები რაღაც ისეთი ილუზია გექნება იმისა, რომ ყველაფერი ის ვთქვათ, ისე არის დაწყნარებული და არაუშავს ცხოვრება შესაძლებელია ისეთ მდგომარეობაში, შვიდ მდგომარეობაში, რომ უეცრად გაგახსენებენ სადაც ხარ ოსაძოთა საქართველოს 21 საუკუნის დასაწყისი გაგახსენებს ის ძალები, რომლებიც არასდროს არ მოგადუნებენ. გაგახსენებს სადაც ხარ, ცოტა გონებაზე მოხვიდე და მაღვიძარას ჩაგირთავე. ეს მაღვიძარები ეს ბრძოლები ზუსტად მაღვიძარო არ მოდუნდე, არ დაიძინო, არ ილუზიაში არ ჩავარდეს, ვთქვათ, ტრანკვილიზატორებით ესე რაღაც იმაში ეიფორიაში არ ჩავარდე. მაღვიძარას ჩაგირთავე, რომ ტესტი ჩააბარო. ეს ტესტი ჩააბარო, ხვალ ის ტესტი ზეგის და ასე შემდეგ გაუთავებელი ეს. გავქნათ, მადლობა ღმერთს ამისთვისაც. ამას ვერ უნდა ებრძოლო, მაგრამ ვერც ებძვი, იმიტომ რომ ვერც მოერავი ამას. უბრალოდ შეიძლება ერთადერთი იმედი ღმერთზე დაამყარო, რომ როგორმე წარმატებით თუ არა, დანაკარგებით არ გამოხვიდე. მინიმალური დანაკარგებით მაინც გამოხვიდე ამ ბრძოლებიდან. რომ ეს ჩრდილი რაღაცნაირად შეავიწრო, იმას ვერ გააქვთ, რაღაცა შეავიწრო ჩრდილოვანი მხარე. ნუ როდესაც ნათელის გზაზე მიდის ადამიანი, სიცოცხლის გზაზე მიდის, ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ ეს ჩრდილი ახლავს და წვდიანს არავინ არ აუქმებს. ის ყოველთვის თან ახლავს ამას. ყოველთვის ეს ყოფობა წვდიანისა თან გვერდზეს და გვერდითი ეფექტი ამ წვდიანის ყოველთვის ახლავს ნათელის გზას. და უბრალოდ ეს უნდა გააცნობიერო. ამის იგულებელს ყოფა არ შეიძლება. რამდენად შენ ამას გააცნობიერო, მით უფრო ფრთხილად იქნები და გაფრთხილებული და შეიარაღებული და უფრო ადვილად აუვლებ გვერდზე. რაც უფრო იგნორს გაუკეთებ, თავს თუ მოიტყუებ დროებით ისიც, თორე დროებით წარმოვიდგენ რაღაცა თავს, რომ ასეთი ვარ, ისეთი ვარ და ადვილად გავდივარ და ბრძოლა არ არის და ეს და რომ შემდეგ ისევ გაორმაგებული სახით იგივე წრეზე გაგიყვანო. სანამ არ მივხვდები, გავარაგს რა არის და რისთვის რა არის შენთვის. თორე ეს და იგივე გამოსდას, მოდი ეს და იგივე გამოქვაზე, სხვადასხვანაირად მოწამოვიქრავთ ფეხს მარხვაში მithumetes, ხო? სხვადასხვა ეს ვთქვათ პოზიციით ეს და იგივე ქვაზე ნუ გავიშლართებით. ეცადოთ რომ გიაკარებში დავპერი არ დავიმტრიოთ, გზა ხსნილია. ეცადოთ რომ უფრო მეტად გავაცნობიეროთ, ვიღვიძებდით და ვილოცებდით. აი ეს არის მარხვა და ლოცვა. ამ ძალების დისტანცირებისა და ბუფერი ამის უნარი, რომ ბუფერი გააკეთო ამის დაცვა. აი ეს რომ ლოცვა მარხვა, ვიძარება და ლოცვა. აი ესეთი ვიძარება ხა ღამე არ დაიძინოთ, მაგრამ მეუბნებს რომ ვიძარება ეს განსაკუთრებული ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობა საკუთარ თავში ნათელის ქრისტეს სხივის გაცნობიერებისა, თვით გაცნობიერებისა ამ დროს როცა ცხოვრობ, შენ ქრისტიანულ ცხოვრებად. და ვინც ებრძვის ამ ძალას, ამ ბოროტ ძალას და ეს უარყოფით დაავსებად იცოდეს, რომ ერთადერთი ამ სინათლეს თუ აანთებს, ამ სინათლეს, ქრისტეს სინათლეს აანთებს თავის თავში, შემოუშვებს თავის თავში. არაფერი რაღაცა განსაკუთრებული ექსტრემი და ფანატიზმი არ არის საჭირო. შემოუშვებს თავის თავში. კარგია დაჩოქებები, კარგია ეპიდემიები, კარგია მეტანიები, კარგია ლოცვები, კარგია მარჭამო, არც გასაგებია, მაგრამ ამით ზეცას ვერ გააგვერებ, ვერც მუხლებზე დაჩოქებდი, ეს ხო გიმნასტიკა არა. ვერც არ ჭამით, ასმით, ეს გასაგები დამხმარე საშუალებებია ეს ყველაფერი, როგორც ინსტრუმენტი იმისათვის საშუალება იმისა, რომ თავარი მიზანი გააღვივო შენში მადლი, ნაკვერჩხალი მადლის გააღვივო, მადლი შემოვიდეს, მადლი გაღვივდეს, მადლი შენარჩუნდეს და ეგრევე სტიქიამ წაიღოს ეს მადლი შემოვიდა და გავიდა დაუცველი გალავნია, უგალავნო ქალაქივით არ უნდა იყოს, უგალავნო რაღაცა
ტერიტორიაზე. ეს მაგზენა შენარჩუნდეს. მეტნაკლებად სულ ვერ შეინარჩუნოთ, და მეტნაკლებად შენარჩუნდეს. ამის მეთოდები, ამის გასაღები მოგვეცა. გასაღები კარების მოცემულია. კარებიც ფაქტიურად ღია, არავის არ დაუკეტია ეს კარები, მაგრამ თუ მოხურულია და გასაღები გაქვს მოცემული შენთვის. იმიტომ რომ აქვს მოცემული ეს გასაღები, არავის არ ჩაუკეტია ეს კარი და არც გასაღები არცადაც დაუმალავს. სახარებაში ამის გასაღები მოცემული. თუ შენ გაღება კიდე ისწავლო, ცოტა ყურადღებით უნდა იყო. ეს ძალები, რადგან ვლაპარაკობ, ეს ბრძოლები ახშობენ იმას, იმ ტექსტს, რომ ადამიანმა გაიგოს, თუ როგორ უნდა გააღოს ეს კარები. გასაღები არ არის დაკარგული, არც დამალული. გასაღები არის, უბრალოდ უნდა იცოდეს, სად არის, უნდა იცოდეს, როგორ მოიხმარო ეს გასაღები, მაგრამ ამ გასაღების მოპოვებისა და მისი მოხმარების წესები და ლოკაცია როგორია და სად არის და როგორ უნდა მოიხმარო, ამას ყველაფერს გასწავლის მოძღვარი, ეკლესია, ეს ყველაფერი რაც არის მოცემული და უბრალოდ ახშობს ამ ტექსტს, აი ეს ბრძოლები, ეს ინფორმაციული ხმაო, ეს სულიერი აკუსტიკური, ასე ვთქვათ, სტრესი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ეს აკუსტიკური სულიერი აკუსტიკა, ეს სტრესი, სულ რაღაცა მოძრაობს, სულ რაღაც ნეგატივი ტრიალებს, სულ რაღაც ბრძოლაა, სულ რაღაცა სკანდალია, სულ რაღაც კრიზისი, სულ რაღაცა ნეგატივი ტრიალებს, ეს ნაკადები ამ ნეგატივისა, ინფორმაციული მაგია, ეს ყველაფერი ამაში ვცხოვრობთ, ესეც კიდე სხვა დიდი თემაა. და ეს ყველაფერმა რომ დაგიხშოს სმენა, სულიერი სმენა და ვერ გაიგო, აი ამისთვის არის ბრძოლა, მაგრამ თუ კარგად ვისაც ყური აქვს ისმინოს რა თქვა მე, განეცმინა შენ სულიერ სმენას, ლოცვით, მარხვით და რასაც აღნიშნე, აი ყველა ზიარებით ხშირი და შენ უკვე ღვთისნება გამოირჩევა განწმენდილ გონებასა და გულში. განწმენდილ გონებასა და გულში გამოარჩევა. არაგერევა ღვთისნებასა ან შენ დაცემულ ნებასთან. ზოგს გონია თავის დაცემული ნება ღვთისნება, მოუნდა რაღაც და ღვთისნება გონია. ღვთისნება კიდე საკვირველ თავია რა არის შენს გულში. და ამ სმენით, განწმენდილი ნათელ სმენით, ასე ვთქვათ, სიმბოლური განწმენდილი სმენით გაიგებ, როგორ გამოიყენო შენთვის, რა უნდა ამა თუ იმ ეტაპზე შენთვის შენგან ღვთისნებას, გლობალურ ნებას, ღვთისას არამნებას, სიკვდილის უდრისა, მოქცევა ცხოვრებაში, მაგრამ ლოკალურად შენ გარდატეხაში, შენი სულიერი პრიზმის გარდატეხაში როგორ ხდება ამის რეალიზაცია, ამის აგნოზია, ამის არცოდნა აგნოზია არ შეიძლება. ეს არის ის ნებაყოფლობითი დისკომფორტი, ის ნებაყოფლობითი ასკეზა რა, ნებაყოფლობითი დისკომფორტს ვიქმნით ფაქტიურად, ხომ? ნებაყოფლობითი დისკომფორტია, ნებაყოფლობითი სულ შეზღუდვა შენს თავს აიძულებ, რომ ფორმაში იყო, რომ მადლიმე იყო, ეს არის მარხვა, არის ნებაყოფლობითი თვით შეზღუდვა. არავინ არ გაიძულებს, ეკლესია არავის არც ძალადობს, არც დომინირებს, არც ტირანიზირებს უფალი, არავის გამოჭერა არ უნდა ცოდვაში და არავის რაღაცა დასჯა. ეს არის ნებაყოფლობითი მოწოდება, გადახრის, მოგიწოდებს, გირჩევს, გაკურთხებს, გეფერება, შენი იმედი აქვს, შენ უკეთესი გახდები, ვიდრე ხარ და საუკეთესო და ასე შემდეგ. ყველა ეს ბრძოლა, რომელიც ვაღნიშნე, უნდა მოვინანიოთ, უნდა ასე ვთქვათ, ავირეკლოთ, რაც უფრო მეტ ბრძოლას ავირეკლავთ, მით უფრო გავძლიერდება და ჩვენი ცნობიერება უფრო ფართოვდება, მის შედეგად უფრო ფართოვდება ეს ცნობიერება ჩვენი. სულიერი ბრძოლა, ეს არის ზუსტად ის ასკეზის და ვარჯიშის მეთოდი, რომელთაც ვიწვრთნებით. რომლითაც ასე ვთქვათ, ჩვენ საწვავად უნდა გამოვიყენოთ, რომ უფრო წინ წავიდეთ, ესეც საწვავად ეს გამოცდილებას. და ეს რეალობა, რომელშიც ვართ, მივიღოთ ინტეგრირება გავუკეთოთ ამას ჩვენს თავში. რა არის ის არის გავაცნობიეროთ. თეთრი ლაქებით არ უნდა ვიყოს ჩვენი ცნობიერება და ჩვენი მსოფლმხედველობა, ჩვენი მსოფლმშეწნება. ყველაფერი უნდა იყოს მართლმადიდებლური მართლმადიდებლური სწავლების დოქტრინით გაჟღენთილ გაზავებული, საფრთხოს ჯულით გაზავებული. და უკვე სულ სხვა დონეზე ავა ჩვენი აღქმა რეალობისა, სულ სხვა დონეზე ავა რეალობის აღქმა. ყურადღებით ვიყოთ, მეტი ყურადღებით. ყურადღება კი ის რაც არის. ყურადღება. ამაზე მთელი ნაშრომებია დაცემული. ყურადღებას ყოველთვის მოყვება ენერგია, ენერგია მიმართული გამოიყენება ყოველთვის ღვთისმსაჯდებლად უნდა იყოს გამოყენებული. ყურადღება გულისხმობა და ასე შემდეგ ვერაფერს ვერ მოიგებს. ყურადღება რა არის? ყურადღება არის ყურადღება. ეს მარტივად ვთქვათ, მაგრამ კიდევ ბევრი სამი წერტილი განმარტება ერთად. შეიძლება ამის როდესაც ეხლა ვერ დავიწყებთ ლექციას ორგანიზმს. ამიტომ გლოცავთ სულიერი წინსვლა და გისურვებთ მარხოში გაზიარება, ბრძოლებში გამაგრება, წარმატებით გადალახვა და გახსნილი ქონდეთ ღვთისმსაჯდებლად სული სასწაულებით.